ახლა ვარ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, მევენახება მეღვინეობის კორპუსში, სადაც უნდა გაგაცნოთ საბა ქიტიაშვილი. მეღვინე, სომელიე და კიდე ბევრი სხვა რამ, რასაც თვითონ მოგვიყვება თავის თავზე. საბა უკვე მელოდება, სანამ უშუალოდ ინტერვიუზე გადავალ, თქვენ იქამდე შეგიძლიათ გამოიწეროთ არხი, მოიწონოთ, ჩართოთ ზარიზღილაკი, დატოვოთ კომენტარი და სხვასაც გაუზიაროთ. წავედით. გამარჯობა, პროექტი აქ არის ღვინოში, სტუმრად არის საბა ქიტიაშვილი, მეღვინე და სომელიე. გამარჯობა საბა. გაიცანი მაყურებელს და მსმენელს. გამარჯობა საბა. მოგესალმებით გობა, მივესალმები შენს მსმენელს და მაყურებელს და მადლობა მოწვევისთვის და დაპატიჟებისთვის და სტუმრობისთვის. მე გესტუმრე პირიქით, მაგრამ პროექტში შენ ხარ სტუმარი და გაგვეცანი შენი პროფესიებით, ახლა მე კი ვთქვი, რომ მეღვინე და სომელიე, მაგრამ რაღაც ერთი არ ეგონოს ვინმეს თლიანი, ანუ ცალკე მეღვინე ხარ და ცალკე სომელიე და აი ძალიან მოკლედ რო გითხრა. მეღვინე სომელიების ხო არის? ნუ, მაინც ის არის, რა ქვია, ორი სხვადასხვა პროფესია, ანუ როგორც ასეთ დამოუკიდებელი პროფესიები, ერთმანეთთან კი არის დაკავშირებული და ორივე ღვინოსთან არის დაკავშირებული, მაგრამ რო გითხრა ძალიან მოკლედ, რატომ ხარ მეღვინე და რატომ ხარ თან სომელიე? კი ბატონო, იმიტომ რომ დავიწყე მუშაობა სომელიეთ, ჩავაბარე თან სამაგისტრო საფეხურზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, მევენახები მეღვინეობაზე, ენოლოგიის მიმართულებით. მიმართულება ჩემი უფრო მეღვინეობა, ვიდრე მევენახეობა და შესაბამისად რომ დავამთავრე უნივერსიტეტიც, მქონდა უკვე ჩამოყალიბებული მიმართულება მეღვინეობის, ენოლოგიის და სამსახურიდან გამომდინარე მუშაობდი სომელიე და ეს ორი სამუშაო ჩემთვის გაერთიანდა. ანუ ჯერ მეღვინე, ჯერ სომელიედ მუშაობდი და მე მეღვინე. ერთად დავიწყე ორი. ანუ ერთდროულად ორი. ძალიან კარგი. ერთ თვეში შეკითხები. ესეთი მაქვს რა, რაღაც სტანდარტულებიც აქვს, მაგრამ თლად თანმიმდევრობა ისეთი არ არის სტანდარტული, ანუ არა ვარ ეს პროფესიონალი ჟურნალისტი და რაც მომაფიქრდა და რაც ჩავიწერე, წინასწარ მაქვს რა თქმა უნდა გამზადებული. და შევეცდები ის შეკითხვები, რაც მაქვს გამზადებული, ეგენი რა თქმა უნდა აუცილებლად კითხო და რაც რაიმე თემასთან დაკავშირებული შეკითხვა გამიჩნდება, მაგასაც კითხავ აუცილებლად. კი ბატონო. კაი, ის გასაგებია, რომ ეს უნდა მეკითხა ისედაც, მაგრამ რო ჩამოყალიბდეთ, აი, როდის და რატომ გადაწყვეტე, რომ თლიანად შენი მომავალი ღვინისთვის დაგეკავშირებინა? ცოტა დრემდე ისენი მაქვს ხოლმე ჩემ თავთან ჭიდილები, რომ თლაც არ ვფიქრობ, რომ ყველაფერი ჩემი ცხოვრება მთლიანად მეღვინეობას უკავშირდებოდეს, იმიტომ რომ რაღაცა მაინც შეიძლება ერთფეროვანი გახდეს და ცოტა ამის ისენი შიშები მაქვს ხოლმე, რომ რაღაცა ანუ მეღვინეობის იქეთ კიდევ მე მგონია რომ რაღაც ჩემი წარსული პროფესიიდანაც სხვა რაღაცებთან დაკავშირებით. მაშინ აქვე კითხავ მაგასთან დაკავშირებით, მაგის შესახებ, რომ აი რომ არა ღვინის მიმართულებით წამოსვლა სად იქნებოდი ახლა? აი ღვინო რო არ გამოჩენილიყო შენ ცხოვრებაში. აი მაგას ვერ გეტყვი რომ თლაც უფრო მეტი არჩევანს ვხედავდი იმ პერიოდში, იმიტომ რომ როცა დავამთავრე ბაკალავრიატი, ტურიზმზე ვსწავლობდი, ბიზნესის მიმართულება და ერთადერთი რაღაც იყო მეღვინეობა, რაც აი ტურიზმის კუთხეში ვნახე და ტურიზმის მიმართულებაში რამაც მართლა მიმიზიდა და ვთქვი რომ აი აქ მეთქი კომფორტულად ვცნობ თავს, მე რაღაცა დეგუსტაციაზე მოვხვდი და რაღაცა და ეს ღვინის დახასიათება ის და აი აქ მივხვდი რომ ეს იყო აი მთელი ბიზნესის და ტურიზმის მიმართულებიდან რა ძალიან მომწონდა, თუმცა არსად არ მიდის ის უნარები, რაც რაღაცა თუნდაც ის ოთხი წელი ღვინაში რო არ მოქმედებელიყავი და არ შეგეტყვა იმის შესახებ რაღაც სული რო არ გაგჩენო და სად იქნებოდი? აი მიჭის მაგას ვერ გეტყვი, ალბათ სად ვიქნებოდი, არ ვიცი. ალბათ რაღაცებზე ვიწვალებდი და მე ისევ მაინც ღვინოს დავუბრუნდებოდი. შენი ბედი ღვინო ესე გამოდის. კარგი, სად მიიღე ცოდნა შენი პროფესიებთან დაკავშირებით, შენი პროფესია სად შეიძინა თუნდაც მეღვინის და თუნდაც სომელიესი? მეღვინეობა როგორც გითხარი მაგისტრატურაზე აქ ვსწავლობდი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, დღესდღეობით უკვე სადოქტორო საფეხურის მეორე კურსის სტუდენტი ვარ უკვე.
მერე უკვე მომიწია რაღაცა პერიოდის მერე, აი სამუშაოების იყო ტრეინინგ კურსები, რასაც მაქსიმალურად ვცდილობდი რომ გამევლო კონფერენციებში მონაწილეობის მიღება, მერე შალვა ხეცურიანის სომელიე სკოლაში WSET-2 გავიარე, მერე რაღაცა იყო ეს სკოლის გამოცდები კოვიდის პერიოდში და აი მაგ პერიოდიდან უფრო მეტად გადმოვეშვი უფრო სომელიეს მიმართულებით. მეღვინეობასთან და ღვინოსთან დაკავშირებული საქმიანობის გარდა, აი უშუალოდ რასაც საქმიანობი ხლა როგორც მეღვინე და როგორც სომელიე და ეს შენი უშუალო პროფესიებია, არა ჰობი, ანუ სხვა საქმიანობა თუ გვაქვს თუ მთლიანად ამ საქმიანობით ხარ დაკავებული? დღესდღეობით სულ ალბათ ღვინოს უკავშირდება მთელი ჩემი საქმიანობა, მომსახურეობა იქნება თუ დაყენება. ანუ ეგ არის რა ტექნოლოგია და ღვინით მომსახურებს არესტორნო მიმართულება, ბევრი ისინი მქონდათ ამ წელს უკვე მივლინებები სამსახურიდან. ამ მთლიანად ღვინოში ხარ ისევ და ისევ. მთლიანად ღვინოში, მაგრამ აქ შეკითხვა უკვე შენი მარანთან დაკავშირებით, შენი მარნის შესახებ, მარანი სპრინგფილდსი, ანუ გაზაფხულის მინდვრები. პირველ რიგში სახელი, საიდან მოდის ეს სახელი და რა არის შენი მარნის მიმართულება? გაზაფხულის მინდვრები რატომაც დავარქვი, რამოდენიმე ინტერვიუშიც მაქვს ნახსენები, ეს იყო ჩემი სოფლები, რომელიც ორივე გორის რაიონში მაქვს, ერთი ვარიანი, მეორე მარანა. ბევრი ბაღები, ხილის, ვაშლი იქნებოდა, მსხალი, ატამი ასე შემდეგ და მათ შორის ძალიან ბევრი ფუტკრებიც ყავდა ხოლმე და აი ეს ერთიანი კომბინაცია აყვავებული გაზაფხულით აყვავებული ხეხილის ბაღების და აი ამ ყვავილებზე მოფუსფუსე ფუტკრების და გაზაფხულის შემოსვლას იცი როგორი სუნიც აკავშირებს ესე რომ ვთქვა და როგორი სიცის ემოციის გამოხატვა და რავი ჩემს ამ პატარა ბიზნესთან და სპრინგფილდსთან ეს იყო ზუსტად ფმა როგორც ვხედავდი მე ჩემ ღვინოს რომელიც არის რაღაცა ახალგაზრდული გაღვიძების გამოფხიზლების ნიშანი და ამავე დროს რაღაცა აი ამ სითბოთი და სურნელოვნებით ტკბობით საერთო ასე რა ქვია კავშირი ეს იყო. როდის დაარსდა თვითონ, მაგრამ როდის დაარსდა, როდის დაიწყო? 19-ში პირველი მოსავალი დავამზადე და 19-ში უკვე იანვარში გავხსენე კომპანია. ან შენი მარნის გაზაფხულის მინდვრების პირველი მოსავალი 2018 წელი. 18 წელი. ძალიან კარგი. რა რაოდენობის მარანზე რო გავაგრძელოთ, რა რაოდენობის რა მოცულობით აწარმოებ ღვინოს, ქნი ახლა და მან ბოთლები, თუნდაც რა რაოდენობით გაქვს? დღესდღეობით მაქვს სადღაც 1500-დან 1700 ბოთლამდე. ძალიან ცოტა. ხო, მიკრო წარმოება არის ძალიან მცირე. და ის რაოდენობა, რასაც მე ჩემი ხელით მაქვს საშუალება რომ გავაკეთო. რაღაც მაინც ტექნიკურ ხარეს მივადექით მარანთან დაკავშირებით და პრობლემები და იქ ხელის შემშლელი პირობები თუ რა იყო, რაც ხელს გიშლი და სიტყვაზე დასაწყისში და ესეთი სტანდარტული კითხვა, ანუ ბევრს ვეკითხები ამასთან დაკავშირებით, მაგრამ აუცილებელია ბევრი საზრი მოვისმინოთ, რომ რა შეიძლება კაპიტალი, ანუ ნული კაპიტალით როცა 200 ლარით როცა იწყებ ბიზნეს, რა თქმა უნდა რთულია. ღვინის წარმოება იმდენად რთული არა, რეალურად ახლა ტექნოლოგიურად გამკლავებადი რაღაცეებია, ის ნიუანსები არის მეღვინეობაში. ყველაზე რთული მაინც არის უფრო მეორე მხარე, მარკეტინგული და ბიზნესის მხარე, რაც ღვინის გაყიდვას ნიშნავს და საქართველოში მომუშავე ობიექტები, იმიტომ რომ თავიდან მეც მქონდა ეს რამოდენიმე მწარე გამოცდილება ობიექტებიდან შეტანილი ღვინის და გაყიდული ღვინის არჩარიცხვის ასე შემდეგ როგორც რჩევია ქართველებს და ბიზნესის ფუნქციონირებას რა თქმა უნდა მცირე მარნისთვის როცა შენთვის რაღაცა ის 2 და 3 ყუთიც ძალიან მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა უკან ხებს ეს არ არის კარგი რა თქმა უნდა რომელ ჯიშებს იყენებ ღვინის შექმნისათვის? აი რა სახეობის ღვინოს ქმნი? ჯიში ვიცი რომ ერთ ჯიშს იყენებ, ეს არის მუსკატური კაციტელი, ამ ჯიშზეც ძალიან მოკლედ და ძალიან ცოტა რაღაცა რო გითხრა და მაგრამ ღვინოები რამოდენიმე ტიპის გაქვს და შენ ღვინოებზეც რო გითხრა რამოდენიმე სიტყვით. კი ბატონო, სელექციური ჯიშია, ქართული სელექციური ჯიში, სადღაც 60-70-იან წლებში გამოყვანილი.
ალექსანდრიული მუსკატის და ქართული რქატითელის შეჯვარებით და ქართული ჯიშებში ჩვენ არ ქონდა ესეთი არომატული ჯიშები და არა ალექსანდროული, არამედ ალექსანდრიული მუსკატი, რომელიც ეგვიპტიდან და ალექსანდრიის პორტიდან გახდა ცნობილი და გავრცელდა ევროპაში. ეს ჯიში სხვათა შორის სხვა სელექციური მიმართულებით სხვა ჯიშებშიც არის ერთ-ერთი მშობელი წყვილში მოხსენიებული და ამ ალექსანდრიული მუსკატის ხარჯზე გახდა და გამოვიდა ეს ჯიში ესეთი არომატული და უხმოსავლიანობა რატო აირჩიე, რატო გადაწყვიტე, რომ ეს ჯიში ყოფილიყო შენი მიმართულება? მე რატომღაც მომწონს, როცა მეღვინე არის ვიწრო პროფილის. აი მაგალითად ექიმი, ხო? ექიმი ყველაფრის ექიმი ბოლომდე კარგი ვერ იქნება, ხო? რაღაცაში აუცილებლად უნდა იყოს ძალიან კარგი. და მე თერაპევტები ხო არსებობენ? თერაპევტი არ ვიცი, იმას რა ქვია, სკალპს ვერ აღხდის და იმას რა ქვია, ქირურგიულ ჩარევას ვერ გაგიკეთებს. კაი, სახეობები და სახეობები გაქვს ახლა. რა ტიპის ღვინოები გაქვს მუსკატური ხაზით? დღესდღეობით მაქვს 4 ტიპის ღვინო, ცქრიალაზე ხოლმე დროდადრო ცოტა მიჭირს მუშაობა, იმიტომ რომ რაღაცა პრობლემები მცირე, აი წარმოებაში პრობლემები რო იკითხე, ბოთლების შოვნა ყველაზე რთული არის. იმ ბოთლისთან რომელიც გინდა და ხშირ შემთხვევაში ძალიან გიძვირებს მცირე რაოდენობის იგივე ეტიკეტი იქნება თუ ბოთლის შეკვეთა იმებს ხარჯებს და 4 ტიპის ცქრიალა, თეთრი მშალი, ვარდისფერი მშალი, სადაც თავკვერის კანი არის მცირე რაოდენობით მონაწილე და შემაგრებული, აი უფრო ალზასური სტილის შემაგრებული მუსკატები როა, მაგ სტილის. ხო არაპირებს სახეობების გაზდას ან იმის დამატებას? წელსაც მინდოდა შავკაპიტოს დამატება, ოღონდ არა სპრინგფილდსიც ლეიბლის ქვეშ და უშუალოდ სპრინგფილდსის ლეიბლის ქვეშ? შეპესე რა თქმა უნდა იგივეა და ოპერირება მოხდება იგივე კომპანიით, უბრალოდ სხვა ეტიკეტს და სხვა ბრენდინგს აუცილებლად, იმიტომ რომ თავიდანვე მქონდა განსაზღვრული კარგი, ამ სფეროში საქმიანობისთვის თუ არის აუცილებელი პროფესიული განათლება, როგორც მეღვინე, ანუ მე ვიცი და შენც გეცოდინება რა თქმა უნდა, ბევრი მეღვინე, ბევრი თუ არა საკმაო რაოდენობით მეღვინეები, ვისაც პროფესიული განათლება უშუალოდ არ მიუღიათ და საქმიანობენ როგორც მეღვინეები და საკმაოდ წარმატებულადაც. შენ როგორ ფიქრობ? აუცილებელია რატო შეიძლება ხელი შეგიწყოს პროფესიის ცოდნა მეღვინეობაში? ის მეღვინეები, რომლებსაც არ აქვს პროფესიული განათლება და აქამდე და დღეს წარმატებულები არიან, მე მგონია რომ ძალიან ბევრი ნაბიჯი გამოიარეს, ძალიან ბევრი შრომა ჩადეს და უბრალოდ განათლებით და მეტი ცოდნით ყოველთვის ყველაფერი უფრო მარტივია. ანუ არა აუცილებელი რაღაცა 20 წელი რომ მოანდომა რომელიღაცა მეღვინემ გამოცდილების და ცოდნის გარეშე რომ აქამდე მოსულიყო, შენ შეგიძლია იქ 5 წელიწადში მიხვიდე. ამიტომ ყველა შემთხვევაში ხო, იგივე არის აქაც. იგივე არის, ანუ არა წვალება აუცილებელი, ანუ და თვითგვემა. იმიტომ რომ რაღაცა კითხვა რო გაქვს და ვერ ხვდები რატოა, ანუ ამისთვის არის უნივერსიტეტი, ამისთვის არის სკოლები და ამისთვის არის განათლება და წიგნები. ანუ უმჯობესია თავისთავად რომ მიიღოს პროფესია, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება რაღაცა გარკვეული გამოცდილება ქონდეს ადამიანს. მე ვიტყოდი აყიდვებშიც მათ შორის მარტო მეღვინეობა არა, აი ერთს ურჩევდი მე დამწყები მეღვინეებს თუნდაც. იმიტომ რომ ერთი დაარსო მეღვინეობა და ღვინოაწარმოო და თუ ეს სარეალიზაციოდ გინდა, ხო? ან მაშინ უნდა დაიქირავო ვიღაცა ადამიანი, ვინც იცის ღვინის გაყიდვა, მარკეტინგი და ბიზნესი, ან ისიც უნდა ისწავლა. ანუ რეალურად მეღვინეს ორივე სწავლა სჭირდება რა. ეს არ არის მარტო ღვინის დაყინება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კარგი მეღვინე ვიცი, მაგრამ ღვინოს ვერ ყიდიან. გარდა საკუთარი მარნისა, შენ სხვა მარანშიც ქმნი ღვინოებს, როგორც ვიცი და თუ შეგიძლია გითხრა რომელ ჯიშებთან და გაქვს შეხება ამ მარანში? კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეღვინეობის ბაზაზე, როცა დავამთავრეთ მაგისტრატურა, მე და ჩემმა რამოდენიმე ჯგუფელმა ამ ფაკულტეტთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ დაგვეარსებინა საუნივერსიტეტო მარანი, ესე რომ ვთქვათ. და ქონდა ინფრასტრუქტურა, ბევრები გვაქვს მოუსანთლავი ძირითად შემთხვევაში, საკმაოდ ისეთი საინტერესო, ძველი, თავისი ესეთი ძველი დამღებით და ასე შემდეგ და იყო უფრო მეტად ესეთ საჩვენებელი სამუზეუმო სტილში აშენებული მარანი
თუმცა მქონდა რა თქმა უნდა პოტენციალი იმის რომ გამოგვეყენებინა და გვეწარმოებინა ღვინო და დღესდღეობით დაახლოებით შეგვიძლია 15-დან 20 ტონამდე ყურძნის გადამუშავება ამ მარანში. სამი სხვადასხვა ტიპის მარანი გვაქვს, ეს არის იმერული სტილის, ანუ ღია სტილის მარანი, გვაქვს დახურული, უფრო აღმოსავლეთისთვის დამახასიათებელი სტილის, საკმაოდ სქელი კედლებით მარანი და გვაქვს უკვე ტერასული, ანუ მინუს სართულზე, სადაც ხდება უпростоრად ღვინოების შენახვა. გარდა ამისა, კიდე მაინტერესებს რა აზრის ხარ წლევანდელ თველზე, აი შენთვის როგორი იყო? გინდა ყურძნის ხარისხი, გინდა ფასები, რაიმე შეიცვალა შენი პირადად შენი შეხედულებით? გამომდინარე იქედან, რომ მე როგორც ჩემი კომპანია Springfield-ი, ასევე ეთნოუკამში ვამზადებ ღვინოებს, ბევრი და ბევრნაირი ყურძნის მიღება მიწევს და რაც შეეხება მუსკატურ ქაწითელს, მუსკატურ ქაწითელის უკეთესი რთველი მქონდა ბევრად. სექტემბრის დასაწყისშივე თუ არ ვთქვი 7-ში დავკრიფეთ შავკაპიტო და საკმაოდ კარგ შაქრებზე იყო, მალევე დაახლოებით ერთ კვირაში მივაყოლეთ გორული მწვანე, მშვენიერ კონდიციაში, კარგი მჟავიანობა, დღის მორჩა სხვათა შორის დუღილს გორული მწვანე. დანარჩენი, თავკვერი მივიღეთ, თავკვერს და ჩინურს უჭირს ჩვენ ზონაში შაქრების დაგროვება, მაგრამ ეხლა ჩინური სხვათა შორის არც ისე ცუდ შაქრებზე 21-22%-ზე მაინც ავიდა წელს, იმიტომ რომ შაშან ძალიან გაუჭირდა. აქ ერთი კითხვა მაქვს რა ამასთან დაკავშირებით, აი რა უნდა გაითვალისწინოს მეღვინემ ყურძნის შერჩევისას, რას უნდა მიაქციოს გარდა შაქრების, ხო შაქრებზე ვისაუბრეთ, როგორც სიტყვის შემცველობა, რომლისგანაც მერე წარმოიქმნება ეს ალკოჰოლი, ფერმენტაციის შედეგად, მაგის გარდა რას უნდა მიაქციოს, აი რა არის გასათვალისწინებელი? პირველი იმას ვიტყვი, რომ არც ერთი რთველი არ გავს ერთმანეთს ჩემი პრაქტიკიდან მომდინარე, ეს წლები 2017 წლიდან ვამზადებ ღვინოს და არც ერთი წელი არ გავს მეორეს რა, ესე რომ ვთქვათ, ამიტომ ყველაფერი იცვლება. შაქრის გარდა, რა თქმა უნდა, მჟავიანობა პH-ში მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ვიცოდეთ საბოლოო ჯამში დუღილი გაუადვილდება, არ გაუადვილდება, აზოტოვანი ნივთიერებები, რა თქმა უნდა, საკვები ნივთიერებები მნიშვნელოვანია, მაგრამ მაგის ანალიზს ვერ გააკეთებენ, ამიტომ შაქრების გარდა ყოველ შემთხვევაში უნდა მიაქციონ ყურადღება რთველამდე არსებულ ამინდებს. აი მაგალითად წელს წვიმები გქონდა ბევრი, შესაბამისად ყურძენზე არსებული საფუარის ჩამოირეცხა, ყურძენი განზავდა, ტიტრული მჟავიანობები დავარდა, pH-მა შედარებით მოიმატა და ვცდილობთ ხოლმე რომ ამ წვიმების მერე და უამინდობის მერე ცოტა პერიოდი მივცეთ, რომ ყურძენი ისევ გამოშლდეს, კონცენტრაცია უკეთესი ქონდეს, მჟავიანობაც უფრო ისეთი მაღალი ქონდეს და არ იყოს ყურძენი განზავებული, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ განზავებული ყურძენში საკვები ნივთიერებები ცოტა ხოლმე და დანამატების შეტანა მერე ესე იგი მარტო შაქარი არ არის, ან ძირითადი შემთხვევები, როდესაც ასე ხდება ხოლმე, რომ ძირითადად სულ მაგას აქცევენ ყურადღებას, ეგ პარამეტრია, რომ აი შაქრის შემცველობა ამდენია, აი შაქრის შემცველობა ამდენი იყო, მაღალი იყო, დაბალი იყო და გარდა მაგისა ძალიან ბევრი ნიუანსია, ან თვითონ კონცენტრირებული რამდენად არის მჟავიანობა. შაქრები შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ დუღილი გაუჭირდეს ყურძენს, იმიტომ რომ საკვები ნივთიერებები არ აქვს, ან საფურის დოზის მომატება ჭირდება, მაგის გამო ასე შემდეგ, ხა წელს ძალიან გაგვეწელა დუღილები. მაინც ვთქვათ, რომ დავაკონკრეტოთ ორი ძირითადი პარამეტრი ხო შეიძლება გავითვალისწინოთ. შაქრმჟავიანობა. ხო, ეს ორი, ანუ მხოლოდ შაქარიც არა, მარტო შაქარი გაძლევს ალკოჰოლს. მჟავიანობა არის იმ პროცესებისა თუ როგორ წავა. ანუ თუნდაც რისკები შეიძლება ქონდეს. დაბალი მჟავიანობა ყოველთვის სხვადასხვა დაავადებების რისკია. ესეთ დაბალმჟავიანი ღვინოებისთვის მე გჭირდება თავიდანვე შეამჟავო, რომ მე არ ექონდეს სტაბილური და რაღაც ანდუღილშვი არ წავიდეს ბაქტერიული პროცესები. მჟავიანობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. ამ კარგი ყურძნის შერჩევის შემდეგ და მიღების შემდეგ როგორი არის უშუალოდ შენი და ღვინის შექმნის პროცესის ურთიერთობა, აი როგორ ხარ ხოლმე ჩართული და რას გძნობ მაგ დროს გარდა ფიზიკურად სიტყვაზე სამუშაო პროცესისა, რას განიცდი ხოლმე, როდესაც ღვინოს ქმნი? პირველი ორი თვე მენტალურად ვერ ისვენებ, ვერადაირად, იმიტომ რომ
სულ საფრთხილოა რა, აი რაღაცა თოთო ბავშვივით არის ახალდადუღებული ღვინო, იმიტომ რომ იქ რაღაცა შეიძლება მეორადი ის იყოს, რა ქვია, სპონტანურად დაიწყოს მეორადი დუღილი, ან დათბა და ასე შემდეგ, ან სულ ჭირდება, სანამ არ აცივდება და სანამ რაღაცა დეკემბერი არ დადგება, მანამდე ცოტა სულ დაძაბულები ვართ ხოლმე ეს პერიოდი. აი დეკემბრიდან უკვე დაწყნარების დამშვიდებისთან უკვე მე სინჯვის პროცესიც უკვე საკმაოდ სასიამოვნო ხდება და მე უკვე სამომავლო გადაწყვეტილებების მიღების დრო დგება, რომ აი მაგალითად ეს მაცერაცია იყო თუ არა კანზე ამ ღვინოს, ბატონაჟი გავაკეთოთ თუ არა, მე ბლენდერზე ვიწყებთ უკვე მუშაობას და აი უფრო ისეთი თავისუფალი და დალაგებული და დაწყნარებული შემოქმედებითი პროცესი ზუსტად მე და აი დაძველების, მინიმუმ 6 თვიან დაძველებას უკეთებთ ხოლმე, დაძველების მეორე ნაწილში მიდის და აი არის უკვე საბოლოო ეტაპი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და კარგი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აი მთელი ამ ისტერიული შრომის, ღამენათევი დღეების და ასე შემდეგ ამის რაღაცა პროდუქცია იმკი და სინჯავ აი რა გამოვიდა და ან ყველაზე დაძაბული პერიოდი მაინც ეს 2 თვე არის, ხო? განსხვავებულ პროცესებს გადის ძალიან ბევრი ღვინო, განსხვავებული ჯიშები. იმიტომ რომ ერთად არ წურავთ, იმიტომ რომ სხვადასხვა შაქრების და სიმწიფის სტადია აქვს და მაქსიმალურად ფენოლურ სიმწიფეებში ვცდილობთ ხოლმე რომ მივიღოთ ყურძენი. და ამიტომ აი ეს პროცესი არ იცვლება რა, ერთი დუღს მორჩა, გადასაღებია, მეორე დუღილი დაიწყო და აი მოკლედ სულ აქტიური პერიოდია ეს, რაც უნდა იყოს, ყველაზე სარისკო და დასვენება როგორც ასეთი ამ დროს მეღვინე მარიცის რა არის. ხმა რო დავამთხიო. ყველგან რო ისმოდეს ხმა. კოღომომიკალი. შენ მე სახში კოღომომიკალი. მეტი ბევრი მექნება მე დასამუშავებელი. ორი თვია ვაჭმევდი მაგას. მეზობლისთვის უნდა იკბინა სპეციალურად გავაკეთე. მე დავასხავ ახლა იცოდე. დაგისხა. ჯანდაბას. ავაკაფო რო კარგად დავლიოთ. ჟანგბადი გვაკლიო. ჟანგბადი და იოდი კიდე. აბა. გაგვიმარჯოს. გაგვიმარჯოს. მე ცოტა რატო დამისხი. დოდე. ეხლა იცი თანასწორობა მიყვარს. რანაირ ჩემი თანასწორი ხარ ამ ხელა ხარ. თანასწორობასთან შეიძლება არ არის კავშირში, მაგრამ რა არის შენთვის ღვინო? რას გძნობ ღვინის მიმართ? არა როგორც უბრალოდ სიტყვაზე, დამოკიდებულება კი გვაქვს ასეთი, როგორც სასმელი პროდუქტი, საკვების სასმელი პროდუქტი, მაგრამ მაგის გარდა რა არის ღვინო? აი ეს შეკითხვა რო დავსვათ ესეთი. ღვინო ხო ესე არ ასოცირდება როგორც მარტო პროდუქტი რა, რაღაცა როგორც წყალი მაგალითად, ხო? მაგრამ მე მგონია რომ ღვინო აი თავისი პროცესებიდან გამომდინარე, რაზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, რომ ძალიან ბევრი პროცესი გადის, ძალიან ბევრი ზრუნვა, ძალიან ბევრი შრომა, ძალიან ბევრი მათ შორის პრობლემებიც, რაღაცა ასე შემდეგ ახლავს. საბოლოო ჯამში არის რაღაცა ჩემთვის ხელოვნებასთან დაკავშირებული, იმიტომ რომ ზუსტად რატომაც შემიცვალე რაღაცა პროფესია და მეღვინეობაში და არა შენებლობაში გადავედი, არის ის მნიშვნელოვანი ნაწილი, რასაც მე შემოქმედებით ნაწილს ხედავ მეღვინეობაში. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ისევე როგორც რაღაცა მხატვარი ნახატში თავის ხელს და თავის სახეს აჩენს, თუ როგორ უყურებს და როგორ ხედავს თითოეულ ბუნების კომპონენტს, ხო? ესე არის მე მგონი მეღვინეობაც, იმიტომ რომ შეიძლება ერთი რქაწითელი ქონდეს ჯიში და ეს რქაწითელი 1000-მა მეღვინემ 1000-ნაირად გააკეთოს. აი ეს არის ზუსტად განსხვავება და ძალიან თავისუფლები ვართ მე ესე მგონია და ის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემი დასკვნა ესეთია, რომ თუ დამიდასტურებ, რომ ღვინო შენთვის არის ხელოვნება.
კი, 100%. კი ბატონო. 100%. ზუსტად ასე უდგები თითოეულ ნაბიჯს. როგორი ტიპის ღვინო მოგწონს ყველაზე უფრო მეტად? ყველა. ანუ გამორჩეული, კი, ხო, როგორც ასეთი ღვინო თითქმის ყველა ტიპის ღვინოები მოგწონს. მაგრამ ფერებში გეტყვი, მე აი, რომელს გამოვარჩევდი, რომ ვთქვათ, რომ არ არის ესეც მოტონს, ისიც მოტონს დღისა და რაღაც ღამის რომელიც შუადადია და რას მივირთე, მაგრამ აი, ყველაზე მეტად მაინც რა ტიპი შეიძლება რომ გამოვარჩიო, რომ ამას დააყენებდი პირველ ადგილზე. ტიპურობით რო ავიღოთ რა, ანუ არ ვკითხულობ კონკრეტულ რაღაცა ბრენდს ან კონკრეტულ ღვინოს ან კონკრეტულ ჯიშს. როგორი ტიპის? შენ თეთრ ქარვისფერების ნამდვილად არ ვარ დიდი მოყვარული. ნამდვილად არ ვარ, რაღაცა ეს ტანინიანი, სხეულიანი კომპლექსურობა ძალიან მომწონს, მაგრამ მოდი გამორიცხვის მეთოდით მივყვები, იმიტომ რომ ცოტა მიჭირს ამ კუთხით პასუხისგაცემა, იმდენად უფრო მეტად სპეციალური სტილის ღვინოები მიყვარს, ვიდრე კლასიკური. რა არის სპეციალური სტილი მე შენთვის? პორტი, ცქრიალა, ხერესი, რაღაცა აისვაინი, სადესერტო ღვინო, ანუ ესეთი რაღაცებით გაცილებით უფრო დიდ სიამოვნებას ვიღებ. არ ვსვავ ესეთ ღვინოებს უფრო ხშირად. ანუ უფრო ექსტრავაგანტული ტიპის ღვინოები მოგწონს? განსხვავებული რაც არ მხდება, რა ვიცი, ანუ მადეირა, ფანტასტიკური გიჟდები მადეირაზე, მაგრამ ნუ სამწუხარო ვარო საქართველოში არც არის და ზოგადად. თუ რჩეული ღვინო თუ გაქვს რომელიმე? აი, რო არ ვთქვათ არა, აი როგორც სტილისტიკაში მიჭირს, ისე მიჭირს რჩეულ ღვინოში. კაი, შენ მე უფრო ზოგადად შემიძლია. ხო, ახლა რჩეული ღვინო არ გაქვს. ესეთი ის არის, რომ ასოციაცია რო შევქნათ, ღვინო რო ადამიანი იყოს შენთვის, როგორი ტიპი იქნებოდა? ან გინდა გარეგნულად და გინდა ხასიათით, უბრალოდ ორივე. ან ხასიათითაც და გარეგნულად, როგორი იქნებოდა ღვინო, ადამიანი რო იყოს? გარეგნულად დახვეწილი, გამხდარი, მაღალი. თხელი სახით. ყვიმრალები გამოკვეთილი. კაცი თუ ქალი? ორივე შეიძლება იყოს, მაგრამ გენდერს დიდად მნიშვნელობა არ აქვს. ჩაცმულობა. ალბათ უფრო ბრიტანული სტილის რაღაცა, შარფის, ძელი ჯენტლმენურად შეიძლება რაღაც ისეთი კლასიკურად ჩაცმული. შეიძლება ცოტა მძიმე ხასიათი, მაგრამ კარგი იუმორით და ისე რომ გართობა კარგად შეუძლია ესეთი. საინტერესოა. საინტერესო მიდგომა ღვინის მიმართ. შენ წარსულთან დაკავშირებით და ნუ არა მარტო წარსულთან, ალბათ ესეთი კითხვა მაქვს, რა საერთო აქვს ცეკვას და ღვინოს ერთმანეთთან? ან რა საერთო შეიძლება გქონდეს? ღვინის მერე ცეკვა. ღვინის მერე ცეკვა. ღვინის მერე ცეკვა ცოტა რთულად, მაგრამ ღვინის მერე გონია რომ ღვინის მithomების მერე ბევრს გონია რომ კარგად ცეკვავს, ხო, ბევრს გონია რომ კარგად ცეკვავს. მაგრამ ღვინომდე ცეკვა და მერე ღვინო არ შეიძლება? კი, არა, ისა როცა ვცეკვავდი იმ პერიოდში ზოგადად ალკოჰოლს თითქმის არც მოვიხმარდი. ანუ ერთადერთი იყო რაღაც ვარჯიშის შემდეგ შეიძლება ერთი ბოთლი ლუდი დამბელია და ღვინოს მაშინ მე მგონი საერთოდ არ ვცვავდი იმ პერიოდში. ვინც არის ის, ანუ საბა არის პროფესიონალი break dancer-ი, break dance-ის მოცეკვავე და არ არის ეს რაღაცა მარტივი და უბრალოდ ადვილად შესასრულებელი და სამოყვარულო დონისთვის თლად ხელწამოსაკრავი თემა, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ვარჯიში ჭირდება და ბევრი შრომა ჭირდება, რომ პროფესიონალის მიაღწიო ამ სფეროშიც და სპორტია გარკვეულწილად და იყო ოლიმპიადაზეც იყო ხო როგორც მახსოვს ერთ-ერთი სახეობად იყო სახელით კი ბატონო არა თვითონ სოფლიო ოლიმპიადაზე იყო რამდენადაც მახსოვს break dance-ი შესრულებული ხო როგორც წელი შევიდა არ ვიცი მე მგონი ახლა უკვე ამოიღეს და პირველივე წლის არა უშუალოდ ფინალზე არამედ ოლიმპიადის შესარჩევ ტურზე ვიყავით ორნი ვიყავით საქართველოსთან წასულები ანუ ცეკვა და ღვინო მაინც რა კავშირშია შენთვის ცოტა ხო სხვადასხვა რაღაც არის, იმიტომ რომ სრულიად ფიზიკურ კინეტიკური უნარებზე არის დამოკიდებული ცეკვა, ბრეიკი.
მაგრამ მუსიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რიტმის შეგრძნებაა ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავე დროს ერთ-ერთი რაც ყველაზე მეტად მომწონდა მე ცეკვაში, ეს იყო ჯერერთი ბევრი მოგზაურობა იყო და მოგზაურობა მეღვინეობაშიც გვაქვს. ანუ მე ღვინო დაკავშირებულა მოგზაურობასთან ბევრ ხალხთან და რაღაცა ჩემთვის ძალიან იგივე ბმა იყო რა, ანუ რაღაცა დიდად არ შეცვლია რომ მანამდე მოგზაურობები არ მქონოდა და მე მეღვინეობაში წამოვედი და ბევრი მოგზაურობა მქონდა, ესე არ იყო, იმიტომ რომ ცეკვის პერიოდში, როდესაც ცეკვავდი, დაახლოებით 7 თუ 8 ქვეყანაში ვარ რამოდენიმე წლის განმავლობაში, სხვადასხვა იმეებზე, რა ქვია, შეჯიბრებზე ნამყოფი, რა ვიცი, იტალიაში ვიყავით კიდე რაღაცა ძალიან კარგ იმებზე, შეჯიბრებზე. ნუ კონდა. ანუ რაღაცა კავშირი აქვს ესე იგი. კავშირი ისე ხელოვნების დონეზე დადის რა, რამდენადაც ხელოვნება, ესეც ცეკვაც ხელოვნება, რამდენადაც მეღვინეობა ჩემთვის ზუსტად მაგ დონეზე დადის. არიან ადამიანები, ხა შეიძლება ისინი სულთან ტექნიკურად უყურებდნენ, ან ქიმიკოსები, ბიოლოგები ასე შემდეგ, რომლებიც მეღვინეობაში აი ასე მიდიან რა, მაგრამ ჩემთვის ეს არის აი როგორც ბავშვს ხო იცი აი ეტიკეტსაც რო შენი ხელი დახატავ, აგერ უკან მაქვს ეს ჩემი ჩამოხსნი ორი წამით ეს არის ხიდისთავურის ფოტო. ანუ ეს იყო შენი ხელი დახატული ხო? უბრალოდ 2024-ში. არა 21-ში. ნუ როცა დავიწყე ხიდისთავურის, ნუ ეს არის რა. ავიღე ფურცელი პატარა სკეჩი გავაკეთე და ეს იყო ინსპირაცია რა მინდოდა რა ყოფილიყო, იმიტომ რომ ნუ ხელოვნების სხვა ნაწილებიც არ არის ჩემგან შორს, მათ შორის წერა, იგივე გრაფიტი, ხატვა, იმიტომ რომ ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ხატვა და პატარაობაში ძალიან ბევრს ხატავდი. შვენიერი. რა ვიცი, მეღვინეობაც ეს არის რა. ღვინოში შეიძლება ფერწერაც კონდეს, ნატურმორტიც და ასე შემდეგ. რატომ უნდა იყიდოს ადამიანმა ღვინო საქართველოში? რატო უნდა იყიდეს ღვინო საქართველოში? ქართველმა რატო უნდა იყიდოს თუ საქართველოში რატო უნდა იყიდოს? თუნდაც ქართველმა და თუნდაც უცხოელებმა, მაგრამ პირველ რიგში ქართველებმა, საქართველოს მოსახლეობამ უпростоრად რატომ შეიძლება რომ იყიდოს ბოთლის ღვინო საქართველოში, ბოთლში ჩამოსხმული ღვინო. ბოთლის ღვინო ცოტა არასწორი ტერმინია. რადგან ღვინო? ხო, ბოთლში ჩამოსხმული ღვინო, ბოთლში ჩამოსხმული სახით, იმიტომ რომ რატომ მაქვს ესეთი შეკითხვა, იცი? უმეტესობას საქართველოს მასშტაბით ყავს ნათესავები, ან თვითონ აქვს ღვინო, ან ამ ნათესავებს აქვს ღვინო, ბიძას აქვს, პაპას აქვს და ასე შემდეგ, აი რა არის მაგის აუცილებლობა, რატომ არის იმის აუცილებლობა, რომ ასეთმა ტიპებმა ღვინო საქართველოში იყიდონ ბოთლში ჩამოსხმული. რითი არის ეს ზოგადად მნიშვნელოვანი და რას შეუწყობს ხელს და ასევე რა განსხვავება ამ ყველაფერს შორის? ასევე მგონია, რომ იგივე თემაზე ვტრიალებ, რაც ჩემთვის მეღვინეობა, ზუსტად ესეც ერთ-ერთი გამომდინარე პასუხია, რომ როდესაც რაღაცა მეღვინეობას არ აღიქონ მარტო როგორც მოსახმარ პროდუქტს და თრობის საშუალებას, ავტომატურად ღვინო ხდება აღმოჩენების და რაღაცა კომპონენტებით სიამონების ესე რომ ვთქვათ საფუძველი. და როდესაც რაღაც სხვადასხვა მეღვინეების და იგივე თუნდაც მცირე მეღვინეების რაღაცა კონკრეტულ მოსავლებს, აი ცოტა იშვიათი იქნება თუ ასე შემდეგ, სინჯავ მცირე მეღვინეები რო არ იყვნენ დიდი წარმოებები. ანუ იქაც შეიძლება უბრალოდ დიდ წარმოებაში ხოლმე არა რა თქმა უნდა ყველგან, მაგრამ რაღაცეები მაინც ახლა როცა ძირითადი აქცენტი ექსპორტზე არის რაღაცა ღვინოების უფრო არა ავთენტური, უფრო მეტად აი რაღაც მარკეტისთვის ან ფართო ესე რომ ვთქვათ სპექტრის მომხმარებელზე გათვლილი ღვინოები, ხო? ნუ აი დახვეწილი, არა მაღალმჟავიანი. ხო, მაგრამ აი მაგას ვკითხულობ ზუსტად, რომ ის ბოთლში ჩამოსხმული ღვინო თუნდაც სირემარნების ავთენტურობა რო აქვს თავისი, ანუ იმ ადამიანებს, ვისაც სოფლებია, თუ ვისაც სოფელში მარანი აქვს თვითონ ან თავის ნათესავებს და ამ ღვინოს ამზადებენ ისედაც, ქმნიან თვითონაც ამ ღვინოებს და აქვთ იმის საშუალება, რომ როგორც ალკოჰოლური პროდუქტი, ან როგორც სითხე, ან როგორც თრობის საშუალებაც შენ თქვი მოიხმარონ, რატომ უნდა იყიდონ სხვისი ღვინო?
ეხა მაგას ვერ გეტყვი რომ რამდენად აუცილებელია რომ ყველა ბოთლის ღვინო იყიდოს, არ ვიცი ყველას თავის გემოვნება აქვს და შეიძლება სულ არ უნდადეს იმას რაღაცა უკეთეს ხარისხის, მაგრამ განათლებაზე და ისევ გემოვნებაზე დადის აქ. ჩემი აზრი ესეთია მაინც მაგნართულებით, რომ გასაგებია რომ იმათ რაც ჩამოვაყალიბეთ ეს აზრი რომ აქვთ წვდომა იმაზე რომ გქონდეთ ღვინო, როგორც პროდუქტი, როგორც ბევრად უფრო სიტყვაზე იაფად თუ საერთოდ უფასოდ და საჩუქრად და ასე შემდეგ, მაგრამ შეუძლიათ ამავე დროს რომ ქართველი სხვა მეღვინეების ღვინოები დააგემოვნონ და ნახონ გემოვნური განსხვავება რა არის. ხო და იქ დაგემოვნებას ხო რაღაცა мотиваცია უნდა გქონდეს. ის мотиваცია რომ სიახლე ნახონ რა. ხო და ეგ არის. მაგალითად თითო რომ ცოლიკოური აქვს ან თითო რომ რამდენი ადამიანი სიახლისთვის მზად. აი რამდენჯერ მოგისმენია რომ ეს რა იმისი ეხლა რო არ ვიყიდო აგეთ ჩემ ბიძაშვილს გამბეტივით ღვინო აქვს. ხვდები? ეს მზაობიდან მოდის ჩემთვის ასე მგონია რომ ეს არის მზაობის პრობლემა და არა იმის რომ შესაძლებლობა არ გვაქვს, თორე რა ვიცი, ძალიან ბევრი ღია ფანჯარა და ღია კარები გვაქვს, უბრალოდ ჩვენი მომხმარებლის ჯერ კიდევ რაღაცა დიდი ნაწილი არის აი ზუსტად მაგ იმაში გაჭედილი, რომ ეხა იმას რო არ გადაუხადო რაღაც ქარხნის ნაჭყამპალები, ვინ რა იცის ვით გააკეთა, აი ესეთი ფილოსოფიით ხვდები? მე უფრო ვემხორობი იმას, რომ სხვაობა არა, სხვადასხვა სახის, სხვადასხვა ტიპის და გემოვნური მახასიათებლების ღვინოების გასინჯვა ურიგო არ იქნება და სასარგებლო იქნება, რომ შედარება ნახონ, იქნება საერთოდ სხვა გემოვნება და სხვა რამე მოსწონ და გაერკვნენ თავის თავში და იყვნენ კარგი ღვინის ძიებაში და უკეთესი გემოვების ძიებაში. ეს არავისთვის არ იქნება ცუდი და მაგიტომაც შეიძლება რომ შეიძინონ სხვა მცირემარანი იქნება ეს თუ დიდი მეურნეობა იქნება მაგათი წარმოებული ღვინო და დააგემოვნონ ერთხელ მაინც, ხო? რავი, ცუდი მე მგონი არაფრით არ იქნება, პირიქით კარგი იქნება. რთულია უბრალოდ მაგის დარგის განვითარებასაც სავარაუდოდ შეუწყობს ხელს ზოგადად მოგვენობის შიდა. მაგის მიტანა რთული უბრალოდ იმ კატეგორია ადამიანებამდე ვისთვისაც აი დღეს უკვე სიახლის მიღება რთული არის. ახალი თაობის მეღვინეები გააკეთებენ მაგ საქმეს. კარგი. არის თუ არა შენი აზრით ღვინის ფასი პირდაპირ პროპორციული ხარისხის. ანუ ნიშნავს ის, რომ როდესაც ღვინო მაღალი ფასის არის, ეს პირდაპირ პროპორციულად მაღალი ხარისხი რა, ხარისხი ზოგადად კარგი უნდა იყოს ღვინის, მაგრამ მაღალი დონის მაჩვენებელია. არასდროს, იმიტომ რომ პირველი მიუხედავად მყიდველუნარიანობისა, ანუ ჩემი პირადი აი რაღაცა ხარჯვითი ლიმიტი, რასაც ღვინოში ვხარჯავ, აი ბოთლ ღვინოში ეს არის მაინც 30-დან 50 ლარამდე. აი ეს არის ჩემი ესეთი კარგი ზღვარი. ანუ უფრო მაღალიანიც მიყიდია, უფრო დაბალფასიანიც, მაგრამ აი ეს კატეგორია არის, სადაც ვფიქრობ, რომ მაშინ ღვინის მაღალ ფასს რა განაპირობებს? უაზრო თავდაჯერებულობა ხშირ შემთხვევაში. რაღაცა ხო წარმოქმნის ღვინის. რაღაცა სახელები, აი უსახელოური მაგალითად და ზოგი უსახელოური დავსვავ ამ შეკითხვას, რომ ხო არის ღვინოები, რომელიც მაღალი ფასი ღირს შედარებით. ბრენდები არის უფრო მეტად. ხო და ამას რა განაპირობებს, რომ როდესაც ღვინო მაღალი ფასი ღირს? მაგას ვიძახი ზედმეტი თავდაჯერებულობა, ზედმეტი ვიღაცა ორმა კაცმა შენზე კარგი თქვა და ოპა უცებ რაღაცა გონია რომ შენ ახარ და მეტი არავინ და ანუ გარკვეულწილად ვერ დაგეთახმე, იმიტომ რომ ხო არის ესეთი ღვინოები, რომელიც ზედმეტი თავდაჯერებული და თვით დაჯერებულები კი არა, ანუ ისედაც მაღალი ფასი არის. არა მაქვს საუბარი მხოლოდ ქართულ ღვინოებზე. ეგ ჯიშობრივად ვყოფთ. ეგ ცალკე მაგიტო ახსენე რა. არა კაწითელი რო გიღრის მაგალითად, ან საფერავი გიღრის რაღაცა 80 ლარი. ну თუ იქ ტექნიკებია გათვალისწინებული, ახლა მესმის რომ გქონდეს რაღაცა განსაკუთრებული, მაგრამ როცა ყურძნის ფასი მაინც გაქვს 2 ლარი და რაღაცა რეალურად თვით დანახარჯი ხო ყველაფერი ასე ითვლება რა, თვითღირებულება რა არის პროდუქტის, მე ბრენდი რამდენი წლის არის, რა ისტორია მოსდევს ამას და რაღაცა 5 წლიანი კომპანია რა, 5 წლის კომპანია რომ მე რაღაცა საფერავზე მინდებს და მეუბნება აი ქვევრი საფერავი მაგიტოლის 100 ლარი, ბიოა და მაგიტოლის 100 ლარი, ანუ ბიო შენი ფილოსოფია და ეგეთ ტიპებზე რო არ ვისაუბროთ, აი ცნობილი ბრენდები, ღვინის წარმოებელი, რომელსაც რეალურად მაღალი ფასი ის
მაინც იმ დასკვნაზე მივდივართ, მე მგონი რომ თვითდაჯერებულები და თავდაჯერებულების გამო და რაღაც გაბერილი ფასი არა აქვთ, გაბერილი ფასი აქვს თვითღირებულებიდან გამომდინარე. არა, რაც ვიძახი, იცი? ეს არა ქვია. დამფუძნებელმა გადაწყვიტა რომ ჩემი მასილა არის. ეგეთებზე არ ვსაუბრობ, მე ვსაუბრობ აი რომელიც საუკუნე არსებობენ, იმათი ფასის წარმოქმნას მაღალ ფასს განაპირობებს ისტორია, ხო? და არსებობის ისტორია, ანუ ჩვენით არ უნდა დავიწყოთ საუბარი. მოდი ესე ვთქვათ რა. ჩვენ რო გქონდეს 100 წლიანი და 200 წლიანი მარნები, ფასს უმატებს არა თვითღირებულება ვერ დაგიჯდება რაღაც ძალიან ბევრი, ასე რომ ვთქვათ, ძალიან ბევრი არის სიტყვაზე მაქსიმუმ რო ვთქვათ რაღაცა იმისთვის, რომ 100 ლარი ანუ არ დაგიჯდება ერთი ბოთლის ღირებულება. მე მგონი არა, ესა ცოტა ცუდი კოპირება გამოგვდის ევროპის რაღაცა 200 წლიანი და 300 წლიანი. ჩვენ ღვინოებზე საუბარი, ზოგადად მაგ საუბარი არის, ზოგადად მაღალ ფასში. ხო, არა მხოლოდ ქართული ღვინოები, ზოგადად ხო არის ეგრე რომ ზოგადადში ისტორია იგებს. ხო, ისტორია მემკვიდრეობა რა არის ჩადებული ღვინოებში. 300 წლიანი ტრადიცია აქვს, ეს ესეთი არის და დღეს აქამდე მოვიდა. მაგალითად რომ ახსენოთ შეგვიძლია, ანუ ამას არავინ არ გვიშვიდა, შატო მარგო, ობრიონი, ესეთი შევალგლანი და მსგავსი ფრანგულები კი ჩამოთვალე კანტონზე. ნუ ტინიანელო თუნდაც ვიშპერინგენჯელი რა. ხო, ვარდისფერი ღვინო. სხვა პროვანსებზე ორჯერ თუ სამჯერ მეტი, ხო? რეალურად. მაგრამ ამ ისტორიას და მემკვიდრეობას და შიგნით ჩადებულ წლებს ქმნის სავარაუდოდ უფრო მეტად მარკეტინგი, ვიდრე მეღვინე. იმიტომ მეღვინეობის მხრივ თვითღირებულება არასდროს არ ჯდება ესეთი ძვირი. ხო და ეს დროში გაწერილი ის არის, ხვდები? ახლა ვიღაცა რო აქამდე მოვიდა ის დიდი ხანია არსებობს. ისიც იყიდება და სტაბილურად ასე იყიდება, იმიტომ რომ იმათმა ბევრი რეკლამა აკეთეს, ამაში დანახარჯი ბევრი წაუვიდა და მისი პროდუქტიც მაღალი, ანუ ეს სრულიად მისაღებია. მე უბრალოდ საქართველოს მაგალითზე მოვარგე ეს ყველაფერი, რომ არა მარკეტინგი, არა არაფერი, არა ხშირ შემთხვევაში არა კარგი ბრენდინგი, არა ღვინის ხარისხი და ვალა უცებ გადაწყვეტილი აქვს რომ აი ესე უნდა ღირდეს მისი ღვინო რა, იმიტომ რომ 100 ბოთლი აქვს. 100 ბოთლი ცუდი ღვინო არ ნიშნავს რომ რაღაცა სოფლიოში საუკეთესო ღვინო საქართველოში იქმნება? სოფლიოში საუკეთესო ღვინო ქართველებისთვის საქართველოში იქმნება. კი. ახური კახელებისთვის, ქართლის ვერ შეგვედავებინა. ქართველებისთვის, იმიტომ რომ ყველა კუთხეს შენი აზრით ახლა სად ვართ სოფლიო რუკაზე და სად შეიძლება რომ ვიყოთ? კარგი კითხვა. სოფლიო რუკაზე დღეს ვართ იმაზე უფრო წინ, ვიდრე მაგალითად 2017-ში ქვევრით გავხდით ცნობილები და აღმოაჩინეს, რომ საქართველო ღვინისა და ვაზის სამშობლოა, იმიტომ რომ დღეს და ამ წელს არის მომენტი და დასაწყისი, როცა საქართველო ხდება ძალიან ისეთი მოთხოვნადი ქვეყანა თავისი ღვინის პროდუქტით, ენოგასტრონომით, ბოლო თვეები ძალიან ბევრი შეხვედრები ჰქონდა მთელ მსოფლიოში, წინაზე მაგალითად ესპანეთიდან ყავდნენ სტუმრები და ანუ ამოწურა ესე რა ვთქვათ, იმ ძველი მეღვინეობის ქვეყნებმა ის რესურსი რაც უნდა ენახათ რა, ნახეს ყველაფერი. რა განსხვავება სომელიესა და სმელს შორის, უბრალოდ თუ პროფესიონალ სმელს შორის? საიდან პროფესიონალი სმელი რას ქვია გამივარტე და ვერ გაგწერ პასუხს. პროფესიონალი სმელი ან ლოთი? ლოთი რო გახდე პროფესიონალი სმელი უნდა იყო. პროფესიული განსხვავება, ანუ სომელი არის პროფესია. სომელი არის ადამიანი, რომელიც კარგად ერკვევა ვენახიდან დაწყებული ღვინით დამთავრებული, ტექნოლოგიით დამთავრებული ამ მიმართულებებში, ბიზნესი კარგად ესმის, ღვინის გაყიდვა შეუძლია რომ მასთან რესტორანში მოსული ადამიანი, ამ ბარში მოსული ადამიანი ასე ამონოს, სწორად შეურჩიოს ღვინო, შექმნას კარგი ესე რომ ვთქვათ რეზერვები და რაღაცა შემდეგ თაობებს ან რაღაცა 20 წლის მერე რაღაც ადამიანმა ბოთლი გამოაჩინოს ისეთი, რომელიც უკვე ყველას გონია რომ სულ ამოიყიდა. ხვდები? ანუ სომელიე ეს არის რა თავის საქმის ძალიან დიდი მოყვარული, სასმლის ძალიან დიდი მოყვარული, რომელმაც იცის და აფასებს ღვინოს. მაშინ რატომ ფიქრობს ხალხი რომ სომელიები ბევრს სვავენ ღვინოს? იმიტომ რომ სვავთ. ბევრს სვავთ სომელიები ღვინოს? ანუ რაოდენობრივად ბოთლებს თუ დაითვლი არა მოცულობაში, არამედ ბევრ ბოთლს სვავთ. ანუ ასე ფიქრობენ რომ ჩვენ ბოთლს გავხსნით, იმ ბოთლს ბოლომდე ვსვავთ. არა ხალხო. ხან
ბოთლი გაიხსნება და მიდის პირდაპირ იმაში რა ქვია, უტილიზაციაში. ბევრი მსმელსა და სომელიეს შორის პირდაპირ კავშირი არ არსებობს. ესე ვერ ვიტყოდით, ხო? თუ მაგალითად ბევრის მას თუ დავარქმევთ, რომ მე შეიძლება ერთი ბოთლი დავლიო ერთ საღამოს, რაც ჩემთვის იდეალური ნორმაა, აი ეს ბოთლი ერთი ცალი, მაგალითად, ჩემი საღამოსთვის ძალიან კარგი ნორმაა. მაგრამ ეს არ იქნება არასდროს ცუდი ღვინო. ანუ განსხვავება ეგ არის, რომ ანუ არაპროფესიონალ აი მოყვარულს ან ნებისმიერ მსმელს შეუძლია ნაგავიც დალიოს ბოდიში. ანუ ცუდი ხარისხის ღვინოც დალიოს, ხვდები? არა მარტო ღვინო. ხო, არა მარტო ღვინო რა, ცუდი არაყი, რომლითაც შეიძლება მეორე დღეს ინტოქსიკაცია გქონდეს და საავადმყოფოში გადასხმით გაიღვიძოს, ასე შემდეგ. ვიცით რა ვსვავთ, როდის ვსვავთ და რატომ ვსვავთ, ანუ გამიზნული სმის კულტურა გვაქვს. რეალურად სმას კულტურა ჭირდება. ანუ პროფესიონალი სმელები მაინც სომელიები გამოდიან და არა ლოთები. ხო, სმის კულტურა კარგად ვიცით. ძალიან კარგი. არის ღვინოში ჭეშმარიტება? ჭეშმარიტება ყოველთვის არის ღვინოში. და აქვე ჭეშმარიტების გარეშე ღვინო არ არსებობს. რა შეგვიძლია ურჩიოთ ღვინის მოყვარულებს თუ პროფესიონალებს? ცხოვრებაში, პროფესიაში თუ რაში? ნუ ღვინოსთან მიმართებით სავარაუდოდ უფრო თუ მივცევნით რაიმე რჩევას. დამწყებებს? აი მოყვარულებსაც და პროფესიონალებსაც რომ თანაბარად მნიშვნელოვნად გამოადგეს. ჩვენ რა შეგვიძლია ურჩიოთ? ეს ჩემთვის ძალიან ტკბილია ტერმინი ამოიღონ იმიდან რა ქვია ლექსიკონიდან ან ძალიან მშრალია კიდევ ეს ორი. მე კიდე ისე და ისე ურჩევდი. ნელ-ნელა გამოაყვე. ურჩევდი რომ იყვნენ სულ მუდამ კარგი ღვინის ძიებაში, უკეთესის და უკეთესის და ეს ღვინის ძიება არასდროს არ შეწყვიტონ და არ გაჩერდნენ რაღაც ერთ ადგილზე და არ თქვან რომ აი ეს ღვინო არის ის რასაც მე პრაგმატული ვარ. მხოლოდ ამ ღვინოს მივირთმევ, ესე არ უნდა იყოს. შეიძლება კონკრეტულად რაღაცა ღვინო მოგეწონოს და რაღაც მომენტში შეჩერდე იმას, როგორც ღვინის მოყვარულებზე მაქვს საუბარი, მაგრამ ურჩევდი რომ ბევრი და მეტი აღმოჩენები გააკეთონ. ხვანჭკარო რო უყვარს და ქინძმარაული არა ძალიან ტკბილია რო იძახის, აი ხო, არა, ეს შედარებები სხვა რაღაცაა. დიდი მადლობა საბა პროექტში აქ არის ღვინო მონაწილეობისათვის. თქვენ კი შეგიძლიათ გამოიწეროთ არხი, მოიწონოთ, დატოვოთ კომენტარი, გააზიაროთ. ჩვენ კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქ არის ღვინო. აქ არის ღვინო. ამ ჭიქაში არის ღვინო. კობაშიკაშიც არის ღვინო. აქაც არის ცოტა ღვინო.